გამარჯობა მეგობრებო, TV36 და მე გიორგი ჭაუჭიძე წარმოგიდგენთ გადაცემა სკოლაზე, რომელშიც საუბრობთ ქართული განათლების წარსულზე, აზრყოსა და მომავალზე. სტუმართან ერთად და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გიორგი გვენეტაძესთან ერთად, რომელიც გახლავთ ბიზნესმენი, გირჩის სათათბიროს მფრინავი წევრი შეიძლება ასე ვთქვათ. გიორგი, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორც შეთანხმებულები ვართ, ვისაუბროთ შენი ბავშვობის სკოლაზე, ასევე მაინტერესებს შენი შეხედულებები იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც გაქვს ემიგრაციაში ცხოვრების განმავლობაში, საკუთარ შვილებთან დაკავშირებით და ასევე მაინტერესებს როგორც გირჩის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ასე ვთქვათ, რომ ამ რანგშიც გაგვიზიარო შენი შეხედულებები. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გიორგი გვენეტაძე 1974 წელს გამოშვებული და რომელიც სკოლაში სწავლობდა დავიწყოთ ჩვენი სკოლიდან. სკოლა მე დავამთავრე ქალაქ რუსთავის მეოთხე საშუალო სკოლა. თუმცა ჩემ დროს 0 კლასი იყო ხოლმე და რაღაც ოჯახური პირობების გამო 0 კლასში მე სოფელში დავიწყე სიარული. ზესაფონის რაიონის სოფელ მეორესვირში 1 წელი იქ ვიყავით და შემდეგ გადმოვედით რუსთავში. მამა ჩემი იყო ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც გადაანაწილეს სამუშაოდ რუსთავში, მის წესი გბინა. და უკვე პირველი კლასიდან და სკოლის ბოლომდე ცხოვრობდი რუსთავში და დავამთავრე რუსთავის მეოთხე საშუალო სკოლა. გითხარი ოჯახზე კიდევ მოკლედ, ესე იგი მამა, და-ძმა. კი, მამა ინჟინერი იყო, გპ იქონა დამთავრებული წარჩინებულად, რაღაც კომკავშირის წარჩინებული თანამშრომელი იყო, პარტიის წევრიც იყო და თავიდან გადანაწილებით მუშაობდა რუსთავის მეტალოკონსტრუქციების ქარხანაში, შემდეგ წყალტუბოში, შემდეგ რუსეთში მუშაობდა და ესეთი საკმაოდ წარმატებული და ძალიან სვირფასი კადრი იყო გაზის და ნავთობის მილსადენების მშენებლობის სფეროში. შემდეგ 90-იანებში აი საბჭოთა დაშლის წინ დააბრუნეს ისე მოსკოვმა დააბრუნა საქართველოში წყალტუბოში იყო ესეთი სამმართველო მილსადენმშენი, საქართველოს მილსადენმშენი და იქ დანიშნეს, მაშინ ააშენა მაგან რაღაც აუშენებელი და დაუმთავრებელი პრობლემური წყალსადენი ქუთაისისთვის. ლიკლიკად ეს ეძახდნენ, მგოდი, ერთი მერი ყავდა იმას, რა ქვია, ქუთაისს, იმან დააჯილდოვა კიდევაც, მანქანა აჩუქა, წითელი 06 ასე მახსოვს. ლიკლიკაძეს ხუმრობით ეძახდნენ თუ მართლა გვარი? ხუმრობით ეძახდნენ, შაშიაშვილი, კი ბატონო, კი ბატონო. როგორ გახსოვს მეორე სვირის სკოლა? აი, რა გახსოვს იქ? მეორე სვირის სკოლა ძალიან კარგად მახსოვს, კარგი მოგონებებით, კეთილი ადამიანებით. საკმაოდ დიდი სკოლა იყო, სამსართულიანი დიდი სკოლა იყო, დიდი ლამაზი ეზოთი, დიდი კაკლის ხეები იყო, წყარო იყო ეზოში. და რაღაცნაირად კეთილად მახსოვს, პატარა ბავშვობის მეგობრები მყავდა. ერთ-ერთი სულ სადღაც პოულობდით ხოლმე წყალს, უბეს და სულ გამოსვლილი მოდიოდი ხოლმე სახლში. ბებო მიბრაზდებოდა. ხო, და პირველი კლასიდან კიდე უკვე რუსთავის მეოთხე საშუალო სკოლაში ვსწავლობდით, ბ კლასში. ესეთი არა დაუწერელი წესი იყო, რომ ა კლასში რაღაც კარგ ბავშვებს აგროვებდნენ და ბ კლასში ვიღაცთან ცუდი მოსწრებით ან რაღაც ცუდი საქციელი ცელკ ბავშვებს და ასე შემდეგ აგროვებდნენ, ასე რომ ხიარული კლასი ქონდა ძალიან. ზარმაცი მოსწავლე ვიყავი, არ მიყვარდა კითხვა. ძალიან მეზარებოდა კითხვა, ვერ ვიტანდი ისტორიას, გეოგრაფიას ესეთ საგნებს. ისტორიის წინი მიყვარდა, იმიტომ რომ დიდი იყო და შიგ ჩავდებდი ხოლმე შელეკ ხოლცის თავგადასავალს ან რაღაც ტომსვერის თავგადასავალს და დედა რო შემოიხედო და ისტორიას ვკითხულობდი. ანუ კითხვა გიყვარდა სინამდვილეში. ხო, მაგრამ აი ეს არ მიყვარდა, ეს რაღაც გაზეპირება და უბრალოდ სულ ვცდილობდი რომ რაღაც ეშმაკობით ადვილად გამოვსულიყავი, მაშინ ხომ მასწავლებლები როგორ ვასწავლდნენ, თვითონ კითხულობდნენ სახში გაყვეთილს, მე მოვიდოდნენ ჩვენ მოკლეშინარს მოგვიყვებოდნენ და გვეტყოდნენ, ეხლა ისწავლეთ აქედან აქამდე. იგიცოდი მაშინ ბავშვობაში რომ ასე აკეთებდნენ. არა, უბრალოდ მეზარებოდა
იმიტომ რომ თუ მერე მიყო. არა ეს რაღაცნაირად დავამუღამე, იმიტომ რომ მე ამ მასწავლებელს რომ შემიგავლის თავის მონაყოლს უყვებოდი, რაც მახსოვდა, აი რაც მომიყვა და ვიღებდი ხოლმე ხან 3-იანს, ხან 4-იანს, ხან კარგინჩანაც კი ვიღებდი ხოლმე და ესე გამოდიოდი იოლას და მივხვდი რომ პრინციპში რასაც ის მიყვებოდა საკმარისი იყო რომ იგივე მომიყვა თან ჩანდა ეთყობოდა რომ ადამიანი რაღაცა თავიდან მომდა გიყვებოდა რაღაც მოკლე შინაარს გაკვეთილისას რა. ხო და ერთ-ერთი საგანი რაც მაინტერესებდა იყო მათემატიკა და ფიზიკა. მე როცა დაგვემატა მოზარდ კლასებში ფიზიკა აი ძალიან მიყვარდა ფიზიკა და რა ვიცი მერვე კლასში უკვე მეცხრე კლასის მასალას გავდიოდი მაგალითად. აი ელექტროობის შესწავლა რო დავიწყეთ, რა ვიცი ნახევარ სემესტრში მთელი წიგნი ვისწავლე, მასწავლებელს მაგიტო მოყვარდი, სახში მივდიოდი ხოლმე მასწავლებელთან რაღაცებს ვაცვალებდი თან ერთხელ. მახსოვს ესეთი კითხვა დაუსვი და კინაღამტირილი დაიწყო ვერ მიპასუხა იმ წუთში. პატარები ვიყავით გვასწავლიდნენ აი ეს გათფობა გაციებით რომ ფართოვდებანი და ვეკითხები აი თერმომეტრი რო გვაქვს მეთქი სახში. რო გავათფე აიწია ტემპერატურა და მასივაში ვარჩევდი არ დაიწია მეთქი და რატო თქო და დაიბნა მასწავლებელი რა თქმა უნდა შემდეგ გაკვეთილზე მოვიდა უკვე მომზადებული და ამიხსნა რომ ძაბრისებური ფორმა აქვს იმ ყელს სადაც ვერცხლისწყალი გადის და წნევა არ ყოფნის რომ ვიწროდან ესე გიდრავლიკის კანონები ამიხსნა ასე ვთქვათ რომელიც 2 წლის მერე უნდა გვესწავლა ხო და ამიტომ რაღაცნაირად აი სხვა საგნებს ვერ ვსწავლობდი აი კატეგორიულად უარი მქონდა ნათქვამი ქიმიის სწავლაზე აი ვიდრე არ ვისწავლე გამბოდი დაგიწერთ 2-იანს დაქტორი კლასში დამიწერეთ დამტოვეთ არ ვისწავლე უარი მქონდა რაღაცნაირად არ ვიცი ალბათ მასწავლებელი არ მომეწონა აი თავიდანვე შემძულდა ქიმია აი პირველი დღიდანვე აი ეს რაღაც მოლეკულები ფორმულები და ის შემძულდა რაღაცნაირად ერთი პერიოდი მე დამაინტერესა ცდების რაღაცას გვაჩვენებდა ხოლმე, მაგრამ ისი იშვიათად ხდებოდა ეგ რომ რავი წელიწადში ერთხელ შეიძლება და არ მაინტერესებდა. უარი მქონდა ნათქვამი გერმანულის სწავლაზე. უცხოენებიდან არ მქონდა დიდი არჩევანი, რასაც გვეტყოდნენ, აი B კლასს მოუწია გერმანულმა, A კლასს მოუწია ფრანგულმა, ვიღაც C კლასს ინგლისურმა და ესე გვასწავლიდნენ და გერმანულის სწავლა რაღაცნაირად აი უარი მქონდა, ნათქვამი არ ვისწავლი და всё. მე ისწავლე ბოლო-ბოლო. ვერ ვისწავლე, ეხლაც ვერ ვისწავლე გერმანული. კი, აი მე ფრენა რო დავიწყე ინგლისურის სწავლა მომიწია. აი მაგას ნამდვილი мотиваცია გამომიჩნდა და რაღაც დონემდე ვისწავლე, რომ შემძლებოდა ფრენა. ხო და ესე გაიარა სკოლამ და კარგი მეგობრული კლასი ვყავდა. ვყავდაც აი ცუდი მასწავლებლებიც რო იტყვიან, აი სკოლის დირექტორმა მაგალითად ერთხელ აი ესეთი ლაქაა ჩემი მაშინ რა ქვია სკოლის ისტორიაში რომ მთელი ცხოვრება მახსოვს ერთხელ ისე მცემა რომ ტვინი შერყევა მქონდა კაცი იყო? ხო კაცი იყო და რაღაც შრომის გაკვეთილზე რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე მე აი სულ რაღაც ნავს ჩარხავდი რაღაცას ჩემთვის ასე ისე მაგრამ მოდაში იყო აი ფულზე თამაში შემოდე ესე რაღაც ხურდაფულით თამაშობდით ხოლმე ბავშვები და აი შრომის გაკვეთილზე იქ რაღაც მეგობრები თამაშობდნენ ხო და ესეთი პიონერ ხემძღვანელები იყვნენ მაშინ სკოლის ეს ტიპები შემოგვისწრო ამ ტიპმა და ასე ვთქვათ ჩაგვიშვა დირექტორთან და მათემატიკის საკონტროლოს წერდით და ეს პიონერ უფროსკლასელი იყო რა ეს აქტივისტებს რო ეძახიან ახლა პიონერ ვაჟაკები ერქვათ რაღაცნაირად მაშინ შემოიხედა და დაიწყო გვარების გამო ერთი მეგობარი წაიყვანა ჩემი 14 ბიჭი ვიყავით კლასში ერთი აიყვანეს ორ წუთში მეორე მესამე და ბოლოს მე დავრჩი და ეს რა ქვია ამოვიდა გვენტაძე დირექტორთან მეც წამიყვანეს გაგიხარდა იმ მომენტში შენც რო დაგიძახეს არა ველოდებოდი რომ დამიზახებდნენ კაც უბრალოდ რატო დავრჩი ბოლოში არ ვიცი ხო და რო ჩავედი ახლა ხომ ვიცოდი რომ საყვედურს გვეტყვიან რაღაცა მაგრამ რაც ხდებოდა იმას არ ველოდებოდი ისე იყო მოწყობილი მაშინ კაბინეტები რომ თავიდან რო შეხვიდოდი ესეთი სასწავლო ნაწილის კაბინეტი იყო როგორც დივანი სეიჯ და ეს ქალბატონი და მე იქეთ გრძელი ოთახი იყო ეს და ბოლოში იყო კარები იქ იყო შესასვლელი იმასთან დირექტორთან ხო და ხო შევედი ამ კაბინეტში ხა მივდივარ ამ დირექტორისკენ მივდივარ და რომ გავაღე ეს კარები და ხედავ ჩამომწყრილებული განან ჩემი კლასელების დაცრემლიანებული სვალებით და უცებ დავკეტე კარები და მოვბივარ რომ გავიქცე უკან ხო უნდა გამოვიქცე კაცო ხვდები რომ გამტყეპავენ ხა იქ რო შევიდე და ეს პიონერი ხემ ვაჟაკი ვინც იყო ესე ჩამოვიდა კარებში ეს თქვენი თანაკლასელი თუ უფროს კლასელი იყო აქტივისტი იყო რაღაცა ეხმარებოდ საბჭოს თავმჯდომარე ხო რაღაცა პიონერ ხემძღვანელს ეხოდნენ და კარგი ბოლო-ბოლო შემიყვანეს ამ იმაში რა ქვია ამ კაბინეტში და ხო თამაშობდი არ თამაშობდი ვინ თამაშობდა სად თამაშობდა და დაკითხვა მოვიწყდა ერთმა და ესე მოკვიდა ცხვირში ხელი და სკეფაში მირტყავდა მოკლედ სახში არ გავამხილე ხო და თვალები მქონდა ამურეული დედას არ გავამხილე
ხო და მე ღამე ცუდად გავხდი გულისრევები დამეწყო რაღაც სასწრაფო გამოიძახეს და შემეშინდა ექიმებმა შემაშინეს რომ უნდა თქვა რა გჭირსო არ შეიძლება რომ ეს მერვე კლასელი იქნება არა კაცო პატარა ვიყავი ალბათ ვიყავი მე-6 მე-7 კლასში მე-6 მე-7 კლასში პატარები ვიყავით მე-6 კლასში ვიყავით ამათ ხო და ну ეს ეჩიმა რომ გაიგო ერთი ამბავი სკოლაში მე მახსოვს სახში მოდიოდნენ რა ვიცი სამინისტროდან ვიღაცეები გვეხვეწებოდნენ არ მინდათ ვაპატიოთ ბოდიში მოიხადა იმ კაცმა ესე ისე და ну ბოლო რაღაცნაირად ну ეპატია იმ დირექტორს მაგრამ სულად დაიმახსოვრა და მაშინ წესი იყო მე-9 კლასში თუ ერთ შავარები რაღაც გამოცდებს გაგდებდნენ პროფტექნიკურ სასწავლებელში რომ რაღაც ხელობა გესწავლა ხო და დირექტორმა დამიბარა გამოცდების წინ და ნუ გამოხვალო გამოცდებზეო ჯობია შენ თვითონ აირჩიო სად გინდაო თორე მე მაინც გაგაგდებო ხო და მე კაცო მე მქონდა დირექტორი უნდა გამოსულიყავი სკოლის არა მე გეგმები მქონდა ბავშვობაში ჩემ მეზოში 19 სახლში ვსწავლობდით და ცხოვრობდით და მეზობელს ყავდა წითელი 07 ახალი გაწყიალებული 07-ის არ გარეცხვა უყვარდა ხოლმე და აი ფანჯიდან რო ვიხედებდი პიტაპის ჩემ პადიეზის წინ იდგა და რო ვიკითხებოდი ვინ არის ეს კაცი თქო დირექტორიაო რაღაც ხილბოსტენულის რაღაც ბაზის დირექტორი იყო და მე აზე არ ვიყავი რა იყო ეს დირექტორია ბავშვი ვიყავი მაგრამ მის მერე ვიძახდი რომ დირექტორი უნდა გამოვიდე მეთქი წითელი მანქანა მოწონა ხო და ხო დაუგდები მას დირექტორმა გაგაგდებო მაინც ომიდან და ისე მოხდა რომ მათემატიკის გამოცდებები ჩაგვებარებინა ორი და ეს რა ქვია ქართული იყო აუცილებელი ორი გამოცდა შეგვიძლია აგვირჩია მე ავირჩიე მათემატიკა ფიზიკა და ქართული იყო აუცილებელი და კალიგრაფია ესეთი მქონდა მაშინ რა ქვია ხელწერა ბავშვობაში რომ საკონტროლო წერდი ხოლმე მასწავლებელი მთხოვდა წამიკითხეო რა წერიაო ძალიან სულად წერდი ხო და ამ ჩემმა და მყავდა ძალიან კარგი დამრიგებელი აი ცუდიც მახსოვს სკოლიდან და მახსოვს ძალიან კარგი მასწავლებლები სხვა ფიზიკის მასწავლებელი ძალიან მიყვარდა დამრიგებელი იყო აი რაღაც აი როგორც თავის შვილებს ისე გვეპყრობოდა და ძალიან გვიყვარდა ეგ მასწავლებელი და ცელქი ბავშვები ვიყავით მაგრამ მაგათ გაკვეთილი და აი ბუზის გაფრენის ხმა ის მოდა ხოლმე და სულ გასულიყო კაბინეტიდან და ეთხოვა ბავშვებს წყანათ ეყავით და წყანათ დამრიგებელი რას გასწავლიდა ქართულს გასწავლიდა და მოკლედ გამოცდის წინა საღამოს დამირეკა ჩემმა კლასელმა ვისი დეიდაც მუშაობდა სადღაც სამინისტროში და მითხრა რომ აი ეს თემა იქნებაო ბოლო გამოცდა სამი თემა უნდა ყოფილიყო, სამიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო და ერთი მითხრა რომ აი დიდი ალბათობით აი ეგ თემა იქნებაო რა. ხო და თელი ღამე ვემზადებოდი დავაშპარგალკე. ხო არ გახსოვს რა თემა იყო? არ მახსოვს, რაღაც ნაწარმოების მოკლე შინაარსი იყო ახსნა განმარტებით რა. გრიგოლ ხანძთელზე იყო თუ არ ვცდები რა. ხო და დავაშპარგალკე ახლა ეს თემა. ესეთი სხვისახოცი ავიღე, შეგ ჩავდე ეს პატარა შპარგალკები, ჩავიდე ჯიბეში და მივედი გამოცდაზე. გამოცდა ტარდებოდა ესე კორიდორში ქონდა დალაგებული მერხები მთელ სიგრძეზე. და მთელ რამდენიმე კლასს ესე გვაჭირდნენ და ყოველ რაღაც მეორე კორიდორში იყო კომისიის წევრები იჯდნენ მაგიდას. მე და ბოლოში დავჯექი სადღაც იქ ჩემთვის. დაიწყო გამოცდა, მოვიდა დირექტორი, გვენდადე წამოდი, გადმომიყვანა იქ დამაჯინა კომისიის წინ პირველ მერხზე, ეს უკვე სტრესი იყო ჩემთვის, აი ეგ დაждები, დაწერ, მომცარვეული, ფურცელი იყო, გამჩხრიკა. ამ სხვისახოცი ამოიღო ჭიბიდან არ გადმოვარდა შპარგალკა არაფერი, უფრმა დამასხა. ხო და არ მოვიდა ეს თემა. სხვა თემა იყო. სხვა თემა იყო, მაგრამ ადვილი თემა იყო რაღაც და თან გვერდზე კარგი გოგონა მეჯდა ის რაღაცეებს კარნახობდა და დავიწყე ხლა მის წერა. გადის ნახევარისად შემოდის დირექტორი, ადექი მეუბნება, კიდე გამჩხრიკა მეორედ. და იპოვა ეს შპარგალკები. როგორც იპოვა შპარგალკები, всё მოხსნილი ხარო გამოსცა და დაუძახა კომისიის წევრებს. ორიანი მომეთქი ეგ სხვა თემაა, ნახეთ სულ სხვა თემა. არ მაინტერესებს რა თემა არის, ეს ვაგრძელულიაო და გამომაგდო. დამიწერა ორიანი. დამიწერა ორიანი და ესე იგი მანდი იყო საშუალება რომ ორი კვირის შემდეგ ვინც ვერ ჩააბარა, შეგვეძლო გადაბარება. მაგრამ დირექტორს უნდა დაემტკიცებინა ეს სიები, ვის ქონდა გადაბარების უფლება და არ მწერს ამ სიაში. და მაშინ ჩემი დამრიგებელი მივიდა და მითხრა რომ აი არავის არ დაუუთხრა იმას დირექტორს რომ არავის არ დაუწერო ნიშნებს შენი ბავშვებიდანო თუ გვეტაც არ დაუშვებ გამეორებით გამოცდაზეო და აი ესე ძალით დამიშვეს გამეორებით გამოცდაზე ჩემი დამრიგებელი იბარებდა ამ გამოცდას დამეხმარა დამაწერინა და დამტოვა სკოლაში. აი ესეთი ისტორია. რა ერქვა ქალბატონს? ხათუნა. ხათუნა მასწავლებელი. კი, კარგი მასწავლებელი იყო. ფიზიკის მასწავლებელს რა? ფიზიკის მარინა. მარინა მასწავლებელი. ხო, ჩვენ დირექტორის სახელი არ გვაინტერესებს როგორც წესი. ხო, მე რეცულად დაამთავრა იმ კაცმა, მე მახსოვს უკვე მე რო დავამთავრე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რაღაც ვცდილობდი იქ სამუშაო მეშორ და ერთი პერიოდი მუშაობდი ქალაქის მერიაში ვიცე-მერის თანაშემწედ რუსთავში, დაახლოებით 4 თვე ვიმუშავე და მივხვდი რომ არასდროს აღარ ვიმუშავებდი სახელმწიფო ორგანოებში, საკმარისი იყო ჩემთვის სრულებით.
ხო და მე რომ უკვე სამუშაო მქონდა რაღაც უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და რაღაც მაშინ უფრო ისე და ეს ითვლებოდა რაღაცად ის ჩვენი სკოლის დირექტორი ჩიხურში სიგარეტებს ყიდა ბოლო-ბოლო მაინც გამოაგდეს დაიჭირეს გრთამზე მე-11 კლასელებმა რაღაც მანქანის ბორბლები აჩუქეს ხო და ეს პრობლემები მე მოპარული აღმოჩნდა და ერთ ამბავში იყო ეს მასწავლებელი და ბიზნესმენობა დაუწყია პრინციპში ხო არ ნახავ ცხოვრებას კარგად დაუწყობ ესე კეთილი მე მინდა ასევე მითხრა შენ ბევრი რამე გაქვს ნასწავლი ბევრი რა რამდენიმე რამე ასევე ისწავლე ცხოვრებაში თუ შეიძლება ითქვას და იგივე ბიზნესი თუ გინდა იგივე ფრენა ასე ვთქვათ თვითფრინავი ხო თუ რა ქვია და აი ცხოვრებაში მასწავლებლები ხო არიან ხოლმე ადამიანები რომლებიც სკოლას არ უკავშირდებიან შეხვდებათ ცხოვრებაში და აი რაღაცას სწავლობ ზოგი შეგნებულად ასწავლის ხოლმე ვიღაც სხვა ადამიანს ზოგი ისე გამოდის ეს ხო არ შეგიძლია რომ გაიხსენო აი ვინმე ადამიანი ამ თვალსაზრისით რა ის სხვადასხვა რამეში სხვადასხვა ადამიანები იყვნენ ჩემთვის მაგალითი აი მაგალითად როგორი უნდა იყოს ძმობა ამის მაგალითი იყო ჩემთვის აი როგორ უნდა იცხოვროს კაცმა და როგორ უნდა იყოს ძმობა ამის მაგალითი იყო ჩემთვის ჩემი ბიძები ვინც დიდ მონაწილეობას იღებდნენ ჩემ გაზდაში ეს დედაჩემის ძმები მე დღემდე აი 50 წლისა ვარ და ბევრი კარგი ოჯახი მინახავს, ბევრი კარგი ძმები მინახავს, მაგრამ ესეთი ძმობა როგორც ამ ადამიანებს ჰქონდათ, მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახია მეორე. რაც შეეხება პროფესიულად, როგორი მაინც ბოდიში. აი რაღაცნაირად, აი ძალიან ადამიანური და ისეთი დამოკიდებულება ქონდათ ერთმანეთთან, აი მაგალითად სოფელში ცხოვრობდნენ, ხო? და აი даже ბავშვობაშიც კი რაც მონაყოლი ვიცი მაგათზე როგორ გაქონდათ ერთმანეთის ცხოვრებაში აი ბავშვობიდან დაწყებული მაგალითად ყანაში რო გაუშვებდნენ სათოხნად უმცრო შეიძლება არაფერი არ ეკეთებინა ბურთი ეთამაშა და უფროსი იტყოდა რომ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი აი აქედან დაწყებული დამთავრებული იმით რომ შემდეგ როგორ ზრუნავდნენ თავიანთ ოჯახებზე და 90-იანი წლები გამოიარეს თავიანთ შვილებზე ერთმანეთზე როგორ ზრუნავდნენ აი ხმამაღალი სიტყვა რა აქვს ადამიანებს ნათქვამი მე და ჩემს ხონებულ ძმასაც რა ვიცი ძმაის საყვარელი უნდა იყოს ამ ცხოვრებაში მაგრამ ნაჩხუბრებიც ვართ რა ვიცი ბოთლის უსროლია ჩემთვის ჩემს ძმას და მე იმისთვის და რა ვიცი მეორე რიგში კი მეორე წამში კი შევრიგდებოდით ხოლმე მაგრამ ჩხუბიც კი მოგდიოდა ხოლმე და ესეთი რამე არ მახსოვს ამ ადამიანებს შორის რომ ხმა მაინც აეწიოთ ერთმანეთისთვის ხო და ესეთი მოწიწებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და ძალიან მსრუნველები იყვნენ თავის შვილებზე, თავის დიშვილებზე, აი უბრალოდ ვერ აღწერას ადვილად ამას, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ ჩემთვის ეტალონი. რაც შეეხება ბიზნესს და საქმეს, მან მე რაც მამაჩემის დაკვირვებით ვისწავლე, აუშვათ რამოდენიმე 1-2 წლის განმავლობაში იმის მიათედიც არ მისწავლია უნივერსიტეტში. დაჟინოთ არაფერი არ მისწავლია უნივერსიტეტში, მაღალი კორპუსში უბრალოდ დავდიოდი, თესეულ მაქვს დამთავრებული და 91-96 წლებში ვარ მათ დასავლები და 97-ის ბოლოს უკვე მომიწია საქართველოსთან წასვლა, იმიტომ რომ აი ვერ ჩავებღაუჭე ვერაფერს, სხვადასხვანაირად ვცდილობდი მემუშავა, მე დაუსწრებლად ვსწავლობდი, იმიტომ რომ მაშინ იქით რომ კი ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ დაუსწრებელზე მქონდა საკუთები შეტანილი, იმიტომ რომ ეს დრო იყო, რომ რაღაც კოოპერატივები დაიწყო, რაღაცებს კეთება შეიძლებოდა და უფრო იმაზე მქონდა საზრუნავი, რომ რამენაირად უკმაფური მეშოვა ვიდრე უნივერსიტეტში მევლო. მაგრამ მიუხედავად ამისა, 97-ში მომიწია წასვლა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერაფერს ვერ ჩავებღაუჭე აქ. ხო და ასე რომ სკოლის ცხოვრების მასწავლებლები, რა ვიცი, მამაჩემი იყო ჩემთვის და ჩემი ბიძები. სკოლაზე სანამ გავაგზავნებთ, ასე ვთქვათ, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ შენს თავგადასავალს. მაინტერესებს იგივე ის დამოკიდებულება, რომელიც ახლა მოგვიყევი თუნდაც იგივე დირექტორის რაღაც ძალადობაზე დამყარებული რაღაცა სისტემა, ხო წესრიგი. ეს ასე იყო ყველგან. გამონაკლისი არ იყო ის დირექტორი, ხო? და ეს გავრცელებული ქმედებები იყო ხოლმე, ასე ვთქვათ. და რა განაპირობებდა, ან უпроსორად რას განაპირობებდა ეს წესრიგი? ამაზე მინდა რომ
რაღაცნაირად დავფიქრდეთ ჩვენს და ამას დავაკავშირო ეგრეთ წოდებული გავრცელებული მავნე ჩვევები, რასაც ახალგაზრდები, ბავშვები, ხო ცოტა ასე ვთქვათ, მოწიფული ასაკის ბავშვები მიმართავდნენ ხოლმე, ხო 80-იანი წლების ბოლო, 90-იანი წლები იგივე ასე ვთქვათ, რაღაცნაირად იყო გავრცელებული ჩვენ შორის და რატომ მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება. თვითონ ეს სისტემა და ეს წესრიგი თითქოს ბავშვს უბიძგებდა, რომ სადღაც სხვაგან ეძებნა რაღაცა კომფორტი. მეცხადი არ ვამბობ, რომ ის რაღაც სხვა გზა კომფორტი იყო, მაგრამ ეძებნა რაღაც აი წარმატება თუ მოჩვენებითი წარმატება, როცა ყოველდღიურად ასეთ რამეებს აღწევდა. კი. და რა იყო ეს, ვთქვათ, იგივე არ ვიცი თანაკლასელებში თუ ზოგადად აი მაშინდე ახალგაზრდებში სად ეძებდით ხოლმე აი გაქცევას თუნდაც და რაც მე ზოგიერთ შემთხვევაში თქო კარგად შეიძლება არც დასრულებულიყო ეს. კი, მაშინ პატარა რო ვიყავი, შეიძლება არ მქონდა გათვითცნობიერებული რატომ მუშაობდა სისტემა ესე, მაგრამ ნუ რაღაც თვითცნობა მაინც შინაგანად გრძნობ, რომ რაღაც არასწორია და არ მოგწონს, მაგრამ სინამდვილეში ეხლა რო უყურებთ უკვე ამას და მერეც უკვე უფროს კლასებში გასაგები იყო, რომ მთელი სკოლის სისტემა და განათლების სისტემა მომართული იყო იმაზე, რომ ადამიანი რაღაც ბავშვობიდანვე გაეხედნა როგორც რაღაც ცხოველი, თუ საბავშვო ბაღში ვერ გატეხდნენ და ვერ მიაჩვევდნენ, რომ რავი, პირველ რიგში უნდა ეძინოს, ყველა რასაჭამს ის უნდა ჭამოს, ის უნდა აკეთოს, მერე სკოლაში აგრძელებდნენ ამას. თუ სკოლაში ვერ ახერხებდნენ, მერე ინსტიტუტში აგრძელებდნენ ამას და რაღაცნაირად ზრდიდნენ სისტემისთვის, სახელმწიფოთვის რაღაც საჭირო ჭანჭიკებს ადამიანებს. თვითონ ანაწილებდნენ, სად უნდა ესწავლათ, რა უნდა გამოსულიყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ეხლა რა თქმა უნდა ბავშვი თვითონ შინაგან ხო თავისუფალი არსებაა და ამას ეწინააღმდეგება ყველაფერს. ხო და აი რო ვიხსენებ უკვე ბოლო კლასებს მაგალითად, რასაც შენ ამბობ, სად ვიმალებოდით, ხავშებოდით, რატო ვიქცეოდით. ესე თქვა ცუდად. აი შურს ვიძიებდით, აი როდესაც უკვე 88-ში, 99-ში ეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რაღაცნაირად ხმა ვიმაღლეთ საბჭოური რაღაც სისტემის წინააღმდეგ, აღარც განათლება მოგწონდა, აღარც რაღაც თქვით რომ უკვე და გავიგეთ და გასაჯაროვდა რომ ეს ისტორია გადაწერილია, ეს ტყუილია და ეს ფასი არ აქვს. ფორმები გაიხადა. კი, აი ყელსახვევებს ვხევდით, დემონსტრაციულად რაღაც ხობეზე ვამაგრებდით, გაკვეთილებზე არ შევდივით, მასწავლებლებს არ უჯერებდით. ქონდა შემთხვევები რომ აი ისტორიის მასწავლებელს სკამებს შემოვატყიალდებდით ხოლმე და ზურგის ურს მივაქცევდით და აი რაღაც ასე ვთქვათ, სულად ვიქცეოდით, შურს ვიძიებდით ხოლმე. იყო პერიოდი, რომ საღამოს მივიდოდით სკოლაში, გადავძრებოდით ფანჯრიდან, ხო და აი ეს დღის განათების ლუმინესცენტური განათებები იყო ხოლმე და ეს პატარა ესეთი სტარტიურები ერქვა ნაწილს იმას, სულ ყველა სამოვაზრობდით და მეორე დღეს ზამთარი როცა იყო, 4 საათზე უკვე ღამე იყო და მეორე სმენაში ჩვენ გაკვეთილები თითქმის აღარ გქონდა, გვიშვებდნენ სახლში. და ეს რაღაცებს ვაკეთებდით. ვერთობოდით და აი ცუდი საქციელია რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ხო შურძიებდით არაფერი კარგი ამაში არ იყო მაგრამ რაღაცა ესე ვიქცეოდით გვაიზო რაღაცნაირად აი თავს ვაღწევდით აი კანჯვა წამებას ასეთნაირად ხო ანუ სკოლა როგორც ის კი არა სადაც იზრდები და განათლებას და ვითარდები კი არა რაღაცა ანუ ის ამბობდნენ რომ სკოლასთან წინააღმდეგობაში ასე ვთქვათ იზრდებოდი ხო რა ირთვალი კი ბატონო კი не благодаря вопреки, да, როგორც აი, დღეს რომ გადახედო ახლა, აი, როგორც აღნიშნეთ, თუნდაც უნივერსიტეტშიც კი ვერაფერს იხსენებ ისეც, რომელიც დღეს როგორც გარკვეული პროფესიის ადამიანს გამოგადგებოდა ან იტყოდი რომ აი რა კარგი გამოცდილება შევიძინე მაშინ და როგორ გამომადგა დღეს. ან სკოლიდან თუნდაც რამე თუ გახსენდება ასეთი დაუშვათ. ну გარდა იმისა ვთქვათ რა ურთიერთობები რაღაცა მართლა ვისწავლე ასე თუ ისე მაგრამ აი რაც უნივერსიტეტში რაც ვისწავლე მოლაპარაკებების ამბავი კარგია ხო მოლაპარაკებების ამბავი როგორ უნდა რაღაცნაირად გამომეტყუებინა ის ნიშნები რაც მინდოდა რომ დამემთავრებინა სკოლა სადღაც მეყიდა სადღაც რაღაც მეჩუქნა სადღაც რაღაც სხვანაირად აი მაგალითად ბუღალტერიული აღრიცხვის საგანი გქონდა ესეთი ბუღაღრიცხვა
ახალი საგნები იყო, მაშინ ახალი შემოსული იყო გადასახადები, რა ვიცოდით რა იყო, 92-93 წლებში, DGG იყო ახალი შემოსული რაღაც ასე ისე. მაგრამ როგორც გითხარით, მე მიწევდა ხოლმე, ძალიან მაინტერესებდა ხოლმე მამაჩემთან სამსახურში დროის გატარება. ხო და ძირითადად დროს ის იმაზე ხარჯავდა, როგორც წარმოების ხელმძღვანელი, როგორ გაეკეთებინა ოპტიმიზაცია, რომ ნაკლები გადასახადები გადაეხადა. ხო და მოკლედ ამან მე მიყვანა იქამდე რომ მივედი საბუღალტრო აღრიცხვის ჩასაბარებლად და მივედით თან როგორც გადაბარების რეჟიმში, თავის დროზე არ მივედი და გადაბარების რეჟიმში ერთ-ერთზე მქონდა მასწავლებელთან თუ ლექტორთან საუბრის საშუალება და რომ შევედი ესეთ რაღაც ბილეთები დაალაგა ქალბატონმა და სახელიც არ მახსოვს, არ ვიცნობ ლექციებზე დადიოდი. ბილეთები დაალაგა და აიღეთო ბილეთიო და მე და ჩემი მომავალი მეუღლე ვიყავით ერთად, იქ გავიცანეთ ერთმანეთი ასე მაშინ ინსტიტუტში. გადასაბარებლად? ხო, ვიყავით ერთად გადასაბარებლად. ხო და ისა მეთქი მოდით მეთქი ბილეთს არ ავიღებ და მოგიყვებით DGG როგორ უნდა მოვიპაროთ თქო. ხო და რაო, მეთქი აი DGG როგორ უნდა მოვიპაროთ მეთქი, აი მაგას მოგიყვებით მაგ სქემას მეთქი რა. ხო და მოვუყევი ამ ქალბატონს და მოეწონა. აქ არ მოყვე ახლა არ ვასწავლოთ. ხო, რავი ეს წმინდა მოვალეობაა პატიოსენ ადამიანის გადასახადები არ გადაიხადოს, მაგრამ რას იზავ? ხო და მოკლედ არა დასაჭიროა, ხო და ეგ რომ მოუყევი ამ ქალბატონს და კარგიო, ჩათვლები იყო მაშინ ნიშანი სარჭირდებოდა მაგსანგას. ამიწერა ჩათვლა და თქვენო რას იზავთო მეუღლეს მეუბნება. მეუთხარი ერთად ვსწავლობდით მეთქი და იმასაც დაუწერა ჩათვლა. ხო და აი რაღაცა ესეთ აი ეს მასწავლა უნივერსიტეტმა სინამდვილეში. და მაგ მომენტში დაიბადა ალბათ რაღაც გრძნობა ხო მომა. მეუღლესთან. როგორ მიხვდი, ან როდის მიხვდი, რომ შენ გაფრინდებოდ? ეგ საერთოდ ის იყო შემთხვევითობა იყო სინამდვილეში. უკვე ვიყავი საკმაოდ დიდი 35-36 წლის მეტი 27 წლის ვიყავით თითქმის და უბრალოდ რუსეთში ცხოვრობდი უკვე როსტოვში, დონის როსტოვში და ქალაქარეთ რაღაც ობიექტს ვაშინებდი ჩემი კომპანიისთვის საწყობებს და შემთხვევით ერთხელაც რომ მივედი იქ რაღაც ქალაქის ბოლოს იყო სოფელში და დავინახე რომ რაღაც ვიხნები დაფრინავენ. და არ აქვს კითხე ადგილებს რა ხდება, დიდი ბავშვები ერთობიანო იქო. ვა. უარი მინდორს მივედი და აი ესეთი რადიო მართვადი მოდელები იყო თვითფრინავების, რომელსაც ბენზინის ძრავები ჰქონდათ, აი ზუსტი კოპიო დიდი თვითფრინავების. და რაღაც აი ძალიან საინტერესო სათამაშოები იყო და დამაინტერესა მეთქი უნდა ვიყიდო, სად იყიდება ეს სათამაშოები და ეგრე არ გამოვა, უნდა ისწავლოო ჯერ და რაღაც სპეციალური ტრენაჟორი მომცეს კომპიუტერს დავაყენე, რაღაც ჯოისტიკები ისინი და დავიწყე ეს მოდელის თვითფრინავებით ფრენა. და რაღაც ძალიან გამიტაცა ამ საქმეს, ძალიან მომეწონა, ის იმ დონეზე მომეწონა, რომ იქ რაღაც ამ აეროდრომზე პატარა ფანჩატური გავაშენე ჩემი და რა ვიცი სამუშაო მაგიდა და რა ვიცი თანამშრომლები იქ მოდიოდნენ ხოლმე, რა ქვია, საბუთებზე ხედრო მომეწერა. ანუ შენ კი არ დაფრინავდი პირველ ეტაპზე, აფრენდი ასე თამაშობდი აპარატებს. ხო, გავაფრინე. სათამაშო თვითფრინავებით დავიწყე გართობა და სინამდვილეში ძალიან საინტერესო რამ არის. ხო და შემდეგ მოხდა ის რომ რაღაც პაუზა მქონდა, სხვა ქალაქში მუშაობდი, არ მეცალა, გავბრუნდი ნახევარწეს მერე მომენატრა, მივედი აეროდრომზე და დამხდა ნამდვილი თვითფრინავი, რაღაც ორკაციანი. აი ეს ქიმიურ სამუშაოებს რო აკეთებენ, მინდვრებს რწყავდნენ და რაღაცებს აკეთებდნენ და ყოფილი სამხედრო პილოტები მუშაობდნენ თვითფრინავებზე. და ვთხოვე რომ მეთქი გამასეირნეთ, მეთქი ხო შეიძლება გამასეირნოთ. ეს იყო 2009 წელი. მოდა კი შეიძლება ვა, დავჯექით ამ თვითფრინავში, ავფრინდით რაღაც პატარა ურნია, ასე ვიძექით, ძლივ ჩავეტიეთ მაშინ კაბინაში ორი ადამიანი და ავფრინდით რაღაც მეთქი მაჩვენე ცოტა ხანი, აბა სინჯავ როგორ აკეთიკი და ძალიან მომეწონა და მეთქი უნდა ვიყიდო სასწრაფოდ და როგორ უნდა იყიდო, უნდა ისწავლო ჯერ ესე და აი ესე ნელა ჩამითრია ამ საქმემ, ვისწავლე ჯერ ზემსოვუქ თვითფრინავებზე 500 კილოგრამამდე. შემდეგ უკვე უფრო სერიოზული ლიცენზია რო ამეღო სანქტ-პეტერბურგში საავიაციოს კერძო სკოლაში ვისწავლე, იქ ავიღე ლიცენზია და დავიწყე პატარა თვითფრინავით მე უფრო დიდი და მე ძალიან გამიტაცა ამ ყველაფერმა. მივხვდი რომ სინამდვილეში ეს არის ნამდვილი ტრანსპორტი და არაფერ შუაშია მანქანები და რაღაც სხვა სატრანსპორტო საშუალებები და რა ვიცი 2011 წლიდან დღემდე დაახლოებით 6000 საათი მაქვს ნაფრენი. ჰაერში სხვადასხვა ტიპის თვითფრინავებზე, მათ შორის ამერიკაში, ევროპაში და რა ვიცი ხოლმე. გარდა როგორც გატაცებისა და ასე ვთქვათ სიყვარულისა, ხო? რომელიც ხალხში შესული არა, უფრო
მოწიფულობაში აღმოაჩინა, ხო? შეიძლება მე ვფიქრობდი, რომ აი ბავშვების ოცნება ხო, არც მეცნები არასდროს. როგორც ბიზნესმენი ამას უყურებ საკმაოდ პრაგმატულად და აი ასე ვთქვათ, შენ გამიგია ხოლმე შენგან, რომ რაღაცნაირად დრო როგორც გადაადგილებაში დახარჯული დრო მნიშვნელოვანია შენთვის, ხო, ამ თვალსაზრისითაც. ბიზნესზე გითხარი, როგორ ისწავლე, როგორ დაიწყე და რას აკეთებ მოკლედ. ხო, თვითონავი დავამთავრებ, რომ მე ძალიან მადლიერი ვარ ამ ჩემი გატაცების და მადლიერი ვარ ავიაციის, იმიტომ რომ სინამდვილეში უკვე რაღაც ნახევარი საუკუნე ვიცხოვრებ და ხვდები, რომ ყველაზე ძვირფასი თუ რამე გაგვაჩნია ეს არის დრო. და დროს, რომელსაც ჩუქნის თვითფრინავი, წარმოუდგენლად ბევრია ნებისმიერ სხვა საჩუქრებთან შედარებით. და ეს დაზოგილი დრო გაძლევს ძალიან დიდ საშუალებას, უფრო მეტი ურთიერთობა გქონდეს შვილებთან, უფრო მეტი დრო დაუთმო თუნდაც ბიზნესსაც, მის განვითარებას, მეგობრებს, საკუთარ ცხოვრებას და ასე შემდეგ. ამიტომ სინამდვილეში როდესაც აფასებენ, რას ნიშნავს ფრენა, ფრენა ეს არ ნიშნავს უბრალოდ კომფორტულ გადაადგილებას, ფრენა ეს არის ჩუქნის ცხოვრებას, ძალიან ბევრ ცხოვრებას ჩუქნის სინამდვილეში. ხო, აი ეს უბრალოდ ინდონეზიები ვარ შეყვარებული ამ საქმეზე, რომ არ შემეძლო ეს შემეწყვიტა და არ დამემთავრებინა ეს აზრი. ხო, პრინციპში აი მაგას გულისხმობდი, ხო, როგორც ბიზნესმენი ამ შემთხვევაში არის სრულიად წარმოუდგენელია შენთვის სხვაგვარი ცხოვრების წესი თუ გინდა ბიზნესში, ხო? ხო, აი გვითხარი ბიზნესშიც, აი როგორ დაიწყე, სად დაიწყე და ასე შემდეგ, ეს როგორ გადაწყვიტე და ასე ყველაფერი საინტერესო იქნება. არა, მან რაღაც გადაწყვეტილებას არ ყოფილა ეგეთი დღე, რომ დავდექი და გადავწყვიტე, რომ ბიზნესმენი უნდა ვიყო. სულ ბავშვობაში გადავწყვიტე, რომ დირექტორი უნდა გამხდარიყავი, წითელი 0-ი რომ მყოლოდა. მე მყავდა წითელი 0-ი სინამდვილეში, ჩემი მეორე მანქანა იყო, პირველი მანქანა იყო თეთრი 0-ი 07 ხო ქართულად და ნუ სემერყას დახოდა ყველა ეგ და მე ერთ-ერთი პოპულარული მანქანა იყო ძველ. ხო, რაც შეეხება ბიზნესს, რუსეთში წავედი 97 წელში, ძალიან გამიჭირდა თავიდან ტაქსაობდი კიდევაც. ყავდა ვინმე იქ ერთად? მამაჩემი იქ მუშაობდა მაშინ. როსტოვში მუშაობდა, მაგრამ ცოტა ესეთი ძალიან ეხა ტრადიციულს დაარქმევდნენ, ეგეთი კაცი იყო, როდესაც მე ვერ მოვეწყვე მასთან სამსახურში, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური სამუშაო ჰქონდა კომპანიის ფილიალში, სადაც ეგ მუშაობდა და ისინი იყვნენ დაკავებული ნავთობსადენების და გასადენების მშენებლობით მთელი რუსეთის ტერიტორიაზე. და ესეთი სპეციფიკური სამუშაო, რომ სადაც შენდება მილსადენი, შენს იქ ცხოვრობ. თუ არ მუშაობ სათავე ოფისში. და ისეთი ტრადიციული იერარქია იყო ამ ეგრეთ წოდებულ გაზპრომის სისტემაში, რომ ყველაზე დიდი ადამიანიც კი იწყებდა მასტერით სადღაც ტრასაზე, აცილებლად უნდა გაგეტარებინა ვაგონებში, უნდა გეცხოვრა ამ ადგილობრივ ქალაქებში, ტყეში მოწყობილ ქალაქებში და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ჩემთვის მოწოდებულ წინადებაც ეგ იყო, რომ კი ბატონო, აგერ შენ მასტერი, თუ პრარაბი და სადღაც ციმბირში, ტაიგაში უნდა იმუშაო. ეს მე თქვი უარი. რომ რავი, ქალაქში მინდა ცხოვრება, არ მინდა იქ გავატაროთ 15 წელი ასე შემდეგ და რაღაცნაირად გამრიყეს საოჯახო ბიზნესიდან ესე ვთქვა. ბიზნესი არ იყო, ისიც სხვა კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ აი ამ საქმეში მე ვერ წავედი, ჩემი ძმა წავიდა მაგ საქმეში. უცოლო იყო და რაღაც მაშინ იმ მომენტისთვის და ჩემზე უფრო ადრე დაიწყო ეს ყველაფერი, სასწავლებელიც იქ დაამთავრა რუსეთში. და მე კიდევ ვირჩიე რაღაცნაირად ქალაქში დარჩენა და ნუ მაშინ მიხედეო შენ თავს. ხო და ნუ მივხედე ჩემ თავს ნელ-ნელა ხან ტაქსაობდი, ხან მე მაშინ მუშაობდი. ქართველ კაცს ჰქონდა მანქანების სარემონტო საწარმო და იქ მუშაობდი მასტერ პრიუმშიკად მიმღებად რაღაც იქ ნელ-ნელა და შემდეგ ფინანსისტად მოვეწყვე. ჩქარჩქარა ვიცვლი სამუშაოებს, იმიტომ რომ თუ რაღაც აი ძალიან არ მაინტერესებს, ჩემთვის არის ტანჯვა, ეგეც საქმის კეთება და ნუ რა თქმა უნდა იზოლებული ვიყავი, რომ მეუღლე მყავდა სარჩენი, ბავშვები მაშინ არ მყავდა. მე მოვეწყვე აი სადაც ჩემი მამა მუშაობდა, მაგაც სათაო ორგანიზაციაში, საფინანსო განყოფილებაში დავიწყე მუშაობა ფინანსისტად, სულ ქალები იყვნენ მაშინ განყოფილებაში, ერთი მე ვიყავი, კაცი ბუღალტერი.
ბიჭი. ხო და მე ისე დაემთხვა რომ იყო 99 წელი იყო. ხა რა ვიცი ხა რადგან საინტერესო იქნება ამ გადაცემისთვის მე თუ რამე დავამოკლოთ ეს მონოპოლი, მაგრამ ეს იყო აი ჩუბაისის და ბერეზოვსკის დრო, როდესაც მათ მოიგონეს ესე იგი ჩათვლითი სქემები. იყო პერიოდი, როდესაც ესე იგი რაღაც საკასო გარღვევა ჰქონდათ კომპანიებს, ფული არ ჰქონდათ, ყველას ერთმანეთის ვალი ჰქონდა, ვიღაცას ბიუჯეტის ვალი ჰქონდა, ვიღაცას შუქის ვალი ჰქონდა, ვიღაცას ჟანგბადის ვალი, მაგალითად საავადმყოფოებს, ვიღაცას სოცდაზღვევის ვალი, ასე შემდეგ და ფული არავის არ ჰქონდა და მოიფიქრეს ესეთი სქემა ბერეზოვსკიმ, რომ მოდი ეს შევკრიბოთ ეს ადამიანები, ვინც ერთმანეთის ვალი აქვს და დავწეროთ აქტი, რომ მე ვპატიობ ამას, ის პატიობს იმას, ის პატიობს იმას, ესე და ყველამ ერთმანეთს ვაპატიეთ ვალი და არავინ არაფერს რაღაცად გავისწურეთ ერთმანეთი. შეიძლება მაგას წმინდა რუსული მოგონება უწოდოთ. ხო, რა ვიცი, გენიალური სქემა იყო სინამდვილეში, რომ აი ფული არ არის, მაგრამ რაღაცნაირად, ერთმანეთს მაინც ვეხმარებით, რომ ვალები ჩამოვაწეროთ, ხო? ხო და ვინმე მე ერთი კაცი ვიყავი ამ განყოფილებაში, ჩვენ კომპანიას ჰქონდა ბევრი ესე ვალი ბიუჯეტში და მაგრამ სამაგიეროდ ჰქონდა ჩვენი კომპანიის ვალი რაღაც ენერგოგამომუშავებელ ტეცებს და ელექტროსადგურებს, იმიტომ რომ უშენებდით მისადენებს. ხო და ეს რაღაც სქემა იკვრებოდა, ჩვენ იმათ პატიობდით ვალს, ისინი ვიღაც სხვას და ბოლო-ბოლო ბიუჯეტი პატიობდა ჩვენ გადასახადებს. ხო და მე ერთი კაცი ვიყავი, მე მავალებდნენ ხოლმე რომ ამეღო ეს აქტი და ეს სხვა ქალაქებში იყო გაფანტული ეს ორგანიზაციები, უნდა მეულო ყველგან და შემეგროვებინა ხელმოწერები და რა თქმა უნდა იგაიცანი ადამიანი. მაგრამ ამ ყველაფერში იყო ერთი პატარა ნიშა, სადაც შეიძლებოდა ესე ვთქვათ ფულის კეთება. ეს ჩუბაისმა თავისთვის დაიტოვა გააკეთა ესეთი რაღაც, რომ იმ ორგანიზაციებს, ვისაც აქვთ ფული, შემოსავალი, აი მაგალითად უცხოებს ემსახურებიან ან რაღაც ისეთ საქმეს აკეთებენ, რომ ფული აქვთ, ქეში, ის ორგანიზაციების სია შეადგინა, რაღაცა ის საიდუმლო სია, დაამტკიცა, რომ ამ ხალხისგან ჩათვლების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ფული უნდა გადაიხადოს და ეს სია ჩააბარა ადგილობრივ ოლქებში ამ ენერგო მოხმარების იმას კომპანიებს, როგორც თელმიკუა ჩვენთან მაგალითად აგეთ კომპანია. ხო და როგორც კი მიადგებოდა ეგეთ კომპანიას ჩათვლა არ ტარდებოდა, ვერ ჩართავდი ამ სქემაში, იმიტომ რომ იმას ფული ჰქონდა და უნდა ფული გადაეხადა. შენ იცოდი ეს სქემა, ხო? ვინ იყო? მე ვიცოდი, არ ვიცოდი, კაცო. მე ექსია ვიყიდე ბიჭებისგან, ვინც გავიცანი აი საჩოტების ჩათვლების გაფორმების დროს, როსტოვ ენერგოს იმაში განყოფილებაში. და ორი ბლოკი მალბორო ვაჩუქე და იმენ მესია მომცეს, რომ დავიწყე გადაბამოწმე და აღმოვაჩინე ასე იგი გემთ სარემონტო ქარხანა, რომელიც როსტოვშია განლაგებული, ეგ ქარხანა არის ამ სიაში. მივედი მთავარი ინჟინერთან და თხოვე რომ ეს რა ქვია, მოდი დააგროვე ვალი და დაუშვათ 10%-იანი დისკონტით გაგიკეთებ ჩათვლას. ესე იგი, იმიტომ რომ ჩვენ კომპანიას დაკარგული ვალები ქონდა 10 წლეულობის მანძილზე რო არ უბრუნებდი და შეეძლოთ რომ დისკო ოღონდაც მოგვეცით და დისკონტი იყოს, რა ჩამითვალეთ, გადასახადები მაპატიეთ დაუშვათ $10 და ვალს გაპატიებთ $15-ას, რა ვიცი, $20 ვალს გაპატიებთ, ოღონდაც აი ეს მაპატიეთ გადასახადები. აი ესეთი სქემა ქონდა და ჩნდებოდა ეს ზაზორი. და ამ კაცმა თქვა რომ მე სიაში ვარო და არიზავენო. არ გიმეშა მეთქი, შენ და მე თანხმე მაგაზე და მე მივხედავ მაგ საქმეს. და მე მოველაპარაკებოდი, წავიდი მოველაპარაკე ენერგო ის რა ქვია, რავი შეიძლება ამის მოყოლა, ალბათ შეიძლება ბევრი დრო გავიდა. ენერგო გამონაწილებლების უფროს მოველაპარაკე რომ მეთქი წერილს მოგიტანთ რომ ეს კაცი გეხვეწებათ რომ ერთხელ აპატიოთ რაღაც და მეც არიზავს და ასე შემდეგ და თქვენც რა თქმა უნდა რაღაც 10%-ს მიიღებთ თქვენსაც და ჩუბაისის სქემაში ჩავჯექი ჩუბაისის სქემაში ხო და ეს დიდი ხანი ეს არ გრძელდებოდა და ახლობით გრძელდებოდა წელიწად ნახევარი ყველა კმაყოფილი იყო აბსოლუტურად მეც რაღაც პირველი ჩემი კაპიტალი მოვაგროვე ხო და ესე იგი მე მგონი პირველი ბიზნესმენია ძვირფასო მაყურებლება რომელიც აი პირველი კაპიტალის დაგროვების გულწრფელ ისტორიას მოყვება მაგას ხო და პირველი კაპიტალი რაღაც მოვაგროვე ბინა გავარემონტე რაღაც ავეჯი ვიყიდე და ბედნიერი ვიყავით მაგრამ ეს გრძელდებოდა 2 წელი ამის შემდეგ ეს ყველაფერი ბანკირებმა დაინახეს რომ რაღაც ხალხის ვალების ჩამოწერები ხდება ერთმანეთს ანგარიშწორება ხდება ბანკების გვერდის ავლით და მიიღეს კანონი რომ აიგზალოს უფულო ჩათვლებით და ჩაჯდა ამ სქემაში ბანკი როგორნაირად აი ბანკი ყველაზე დაინტერესებული ვინც იყო დიდი კომპანია იმას აძლევდა კრედიტს 3 დღით ამ ბანკში ხსნიდა ყველა მონაწილე ანგარიშს
ეს ფული გადაირიცხებოდა და ბანკი თავის პროცენტს აიღებდა და ჩათვლა იგივე რჩებოდა, უბრალოდ ფული გაისეირნებდა კომპანიების ანგარიშებს შორის. მაგას გამოვეთიშეთ და შემდეგ უკვე დიდი ისტორია, შემთხვევით ჩავერთეთ ტრაქტორების რემონტის ბიზნესში, პატარა საწარმო გავაკეთებ, ხედავდი რომ სადაც მე მუშაობდი ფინანსისტად, მაგ კომპანიას ემსახურებოდა ვიღაც ეკატერინბურგის კომპანია, ჩამოდიოდნენ ტიპები რაღაც უაზიკებით, იმგენით, მანქანებით არემონტებდნენ ტრაქტორებს და დიდ ფულს შეულობდნენ და მე კიდე ავდექი და მოვიძიე ეს ხელოსნები იქვე ჩვენ რეგიონში, უკრაინიდან, ხარკოვიდან, იქედან და პატარა ეს გავაკეთე საწარმო და შევთავაზეთ ამ ორგანიზაციებს რომ გაგირემონტებთ მეთქი ტრაქტორებს და მე კარგი ბიზნესი გამოვიდა, რამოდენიმე წელიწადი აი გავმსხვილდი. მე ნელ-ნელა შევყევით უკვე რაღაც კაპიტალი გაგვიჩნდა თავისუფალი და გავაკეთე მეტალოპლასტმასის ფანჯრები ახალი დაწყებული იყო, მაშინ გამოჩნდა 2004-ში. რაღაც მაგის პატარა საწარმო გავაკეთე, ფანჯრების წარმოება დავიწყეთ. ფანჯრებს მე ფანჯრების შეცვლა მოყვა, ფანჯრების შეცვლას რემონტები მოყვა და ასე ნელ-ნელა მოვედი მშენებლობაში და დავამთავრე ბოლოს ძალიან საკმაოდ მსხვილი სამშენებლო კომპანია. და ბოლოს მაინც უარი თქვი რუსეთში ბიზნესის კეთებაზე. კი, 2014-დან დავიწყე ნელ-ნელა შემცირება ბიზნესის რუსეთში და გერმანიისკენ გადასვლა. იმიტომ რომ ბავშვები გადავიყვანე გერმანიაში. ხო. კი, ბავშვების განათლებაც მაინტერესებს, ანუ რუსეთში სწავლობდნენ შვილები, ხო? კი. და რასაკეთებდით თუნდაც, ანუ რა გინდოდა, ან ბავშვებს რა უნდათ და როგორ მოახერხეთ ის, რომ ჩემი შეხედულებით რაც ვიცი, რომ წარმატებული დღეს გერმანიაში სწავლობენ, როგორც ვიცი, აი როგორ მიხვედით ამ? კი, როგორც წესი, აი ჩვენს ოცნებებს ვცდილობთ, რომ შემდეგ ბავშვებში აღმოვაცენოთ რაღაცნაირად, ეს შეიძლება არასწორიც იყოს, მაგრამ ასე თუ ისე ეს მაინც მოქმედებს ჩვენზე. მე სულ მინდოდა ბავშვობაში, რომ რაღაცნაირად უმაღლეს სასწავლებლებიდან სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა და რაღაცნაირად გაცვლითი პროგრამები იყო, რაღაცები იყო, მაგრამ ვერ მოხვდი ვერსად, არაფერი ეგეთი არ გამომივიდა. და ჩემი ბავშვები რუსეთში რომ ასე თუ ისე კარგ გიმნაზიაში დამყავდა. კერძო. კი, მე მქონდა ესეთი გეგმა რომ მეთქი დავამთავრებთ 10 წლets სკოლას და შემდეგ ევროპაში ან ამერიკაში გავაგზავნიდი რა ქვია, უმაღლესი სასწავლებლის სწავლის განათლების მისაღებად. და პატარობიდან რაღაცნაირად ინგლისური ენას ვასწავლით ბავშვებს რაღაცა ასე ისე, მაგრამ აი მართლა არასდროს ბავშვებს არ მithქვა რომ კარგად უნდა ესწავლათ სკოლაში. არც ღიური შემოწმები არასდროს, არც ნიშნები მიკითხია არასდროს, ხო? უბრალოდ ვეუბნებოდით, რომ ვცდილობდი, რომ ბავშვებისთვის რაღაცნაირად თავისუფლება მისცა მაქსიმალურად, რომ აი ვართობდი, დასვენება დამყავდა, სულ ერთად თხილამურებს ეს გამოვასწავლე 3 წლიდან ბავშვებს და უფრო აქეთ უყურებდი, რომ აი ბავშვებს მინდოდა რომ ბავშვებს ყარებოდი და არ ყოფილიყავი იმისთვის რაღაცის დამძალებელი, რომ გინდა თუ რა უნდა ისწავლობიან, თუ რა ისე უნდა, მაგრამ პატარები იყვნენ, სანამ რუსეთში იყვნენ. მე მოხდა ისე რომ 2014-ში რუსეთში აი ეს ყირიმის ამბები რომ მოხდა, რაღაც განსაკუთრებული სიშლეგით დაიწყო აი ეს პატრიოტული რაღაც იდეების დანერგვა სკოლებში, მით უმეტ მათ შორის სკოლებშიც დაიწყეს რაღაც ყოველდღე დროშის აწევა, გიმნის სიმღერა. შემდეგ ბავშვმა მოვიდა ერთხელ პატარა იყო სკოლიდან და მამა უკრაინელებიო ცუდი ხალხიაო. რატო შვილო მეთქი და რატო და მასწავლებელმა გითხრაო რომ აი მაგათ გამოო, აი ეს შვეიცარიული ნაყინი რომ არისო, აღარ იქნებაო ჩვენთანო. ნორმალური ჩასმელები აღარ გვექნებაო. ისაო და მაშინ მივხვდი რომ უკვე რაც არ უნდა ეცადო, აი ამ საზოგადოებაში რაღაცნაირად თავისუფალ ადამიანს ვერ გაზრდი, აი სახში ვერ გამოკეტავ ბავშვს. შეუძლებელად მეჩვენებოდა ეს ჩემი ცხოვრების ტემპით. და მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ რომ უნდა გადაგვეყვანა ბავშვები რაღაცნაირად ევროპაში. და გადავედით გერმანიაში, გერმანიასთან რაღაც ესეთი ოდნავ შეხება მქონდა, ისეთი რომ ჩეკაპზე დავდიოდით ხოლმე სამედიცინო ჩეკაპზე. ყოველწლიურად 2-3-ჯერ ვიყავით ნამყოფი და რაღაცნაირად აი პატარა ქალაქი არის ბადენ-ბადენს და ფრაიბურგს შორის, იქ ჩავდიოდით ხოლმე, იმიტომ რომ აეროდრომია და ჩემი თვითმფრინავით იბრძდებოდი ხოლმე, მოხერხებულია კლინიკასთან ახლოს არის აეროდრომი და
პედაგოგ კლინიკასთან თითქმის 100 მეტრში ვდებოდით ხოლმე თვითმფრინავით და და მიჩვეული ვიყავი იმ ადგილს იქ რაღაც დისნეილენდია დიდი იქ ყავდა ხოლმე ბავშვები ჩაყვანილი 1-2 ჯერ და თარჯიმანს ვიცნობდი, ვიღაც მენეჯერს ვიცნობდი სამაში, რა ქვია, სამონტყოფოში ესა და რაღაცნაირად თხოვე იმ ხალხს, რომ ბინა გვექირავებინან და გიმნაზიაში ბავშვები იქ მიგვეყვანა. და გადავიყვანე პატარა იყო მეორე კლასში, მესამეში გადადიოდა და დიდი მეხუთეში. და დიდმა ბავშვმა მაშინ 1 წელი დაკარგა, იმიტომ რომ მაინც ენობრივი სწავლი გერმანული არ იცოდნენ საერთოდ. ენობრივ სკოლაში გაატარა, პატარა კიდე რატომღაც პირდაპირ დასვეს გიმნაზიაში, აი ვერაფერს ვერ იგებდა ბავშვი, აი უბრალოდ აი ესე უყურებდა რა ხდებოდა გერმანულენოვან გიმნაზიაში. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, სადაც 9 წელი და როგორც დაიწყო გაგება გერმანული ენის, დამიძახეს და მითხრეს, რომ მოდითო მე-4 კლასში გადავიყვანოთო. მეორედან პირდაპირ მე-4-ში. ხო და მეთქი რავი პატარაა და მოდი 9 წელი მე-3-ში და მე რა გაუნაწილოთ მეთქი რაღაცნაირად ესე ბავშვს. ჩემი მიზანი არ იყო რაღაც ჭკუის კოლოფები ყოფილიყვნენ, ხო თვითონ უნდა მიხედოს ბავშვმა თავის ცხოვრება. ხო და ესე გააგრძელე ჩემმა ბავშვებმა იქ სწავლა. მე გერმანული ენა არ ვიცი, არც ერთ მასწავლებელს მისას არ ვიცნობ. აი ეს ერთხელ ამყავს ეს დირექტორი ნანახი, როცა მითხრა რომ გადავიყვან თქვენი ნებართვითო ბავშვსო ემასიო რა ქვია, მეორე კლასშიო და შემდეგ ეს რო იყო გამოშვების საღამო, მაშინ ვიყავი მეორედ მაგ გიმნაზიაში და რაღაცნაირად ბავშვებმა თვითონ გაიკვლიეს თავისი გზა და ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაც აღმოჩენები იყო. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან დარეგულირებული რაღაცა ესეთი წესრიგის მოყვარული ქვეყანა, მაინც აი როგორც ცადა დედამიწა ისე განსხვავდებოდა ის განათლების სისტემა, რაც იყო ჩვენთან და რაც იყო იქ, რაც დაგვხვდა გერმანიაში. თუნდაც ის, რომ არ არსებობდა ფორმა ჩაცმის. თუნდაც ის, რომ ბავშვები ჩვეულებრივად გაგვეთა შეიძლება დასულიყვნენ და ამგარი უნდა გასულიყვნენ რაღაცა თავის საქმეზე. თუნდაც ის, რომ ეკამათათ მასწავლებელთან, რომ აი ეს ვერ გავიგე, ეს არ მომწონს როგორ მელაპარაკებით და მე მახსოვს რაღაც მე-7 კლასში მასწავლებელი შეცვალეს ბავშვებმა, აი თქვენს რომ არ გვინდა ეს მასწავლებელი, სხვა გვინდა ამ საგანში და შეაცვლევინ ეს მასწავლებელი და ეს რაღაცები საინტერესო აღმოჩენები იყო ჩემთვის, მაგრამ ყველაზე აი სასიამოვნოდ რაც იყო ჩემთვის, როცა მივხვდი რომ ბავშვები რაღაცნაირად განთავისუფლდნენ, პირველი მომენტი რაც იყო ის რომ აი მაგალითად სანამ ჩვენ ცხოვრობდით რუსეთში, მართლა კარგად ცხოვრობდით, ბიზნესი მქონდა, შეძებულად ცხოვრობდით, დიდი სახლი მქონდა, ძღოლი, დაცვა, ესა ბავშვებს რავი, ყველას თავისი ველოსიპედი, მოგზაურობა და რა თქმა უნდა ბავშვებს ეს ცხოვრება მოწონდათ. მაგრამ ბავშვები ხედავდნენ რომ ესეთი ცხოვრების წესი რომ შეინარჩუნო მომავალში შენი შვილებისთვისაც, შენ უნდა შეძლო გააკეთო ის რაც შენი მამა აკეთებს. სხვა შანსი არ აქვს, იმიტომ რომ შენ თუ მაგალითად მხატვარი გინდა იყო, ელექტრიკოსი გინდა იყო, რა ვიცი, დიდი მანქანები მოგწონს და მსხული გინდა იყო, შანსი არ აქვს იცხოვრებ ისე როგორც შენი მეზობლები ცხოვრობენ, აგერ შენ რობოტასებს ჩუქნი ბავშვებს და ველოსიპედი არა აქვთ და ესე. ამ პრესის ქვეშ რო ბავშვი იზრდება, რაღაცნაირად არ ამგონია რომ მას რამე დიდად გამოუვიდეს ამ ცხოვრებაში. აი რა პრესის ქვეშ იზრდება, ან ესე უნდა გამოუვიდეს ეშინია, ან და სხვა შანსი არ აქვს. და რომ გადავედით გერმანიაში 1 წლის შემდეგ ზაფხულში, საზაფხულო სკოლაში შემოგთავაზეს ბავშვების გაშვება, გასართობ სპორტულ რაღაც სკოლაში. და ავირჩიეთ რომელიც ყველა ძვირი იყო, ეს ძვირი ნიშნავდა 500 евро ღირდა 10 დღის განმავლობაში. თავის ტრანსპორტით ყველაფრით ისა და ჩემი ბავშვები გაუშვი, სადღაც ავსტრიაში ცხოვრობდნენ, მთებში, სასტუმროში და ოთახში ცხოვრობდნენ 4, 2 ჩემი ბავშვი და 2 ფრანგი, საფრანგეთიდან. ხო და როგორც აღმოჩნდა, 1 ფრანგის დედა ბუღალტერი იყო, თუ ეკონომისტი რაღაცით სამუშაო ჰქონდა, ბანკში მუშაობდა და მეორე ბავშვის მამა იყო, მას რა ქვია, დიდ გრუზავიკებზე რომ მუშაობენ, ძღოლები, ხო? ხო? და ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ იმგენმაც მოუყვნენ, როგორ იყვნენ ამერიკაში, დისნეილენდში, იმგენმაც მოუყვნენ, როგორ იყვნენ თხილამურებზე, სადღაც მაშინ რა ქვია, კუშაველში, ასე შემდეგ და ჩემი ბავშვები მიხვდნენ, თურმე არ არის აუცილებელი რაღაც მშენებელი იყო, ბიზნესმენი იყო, რაღაც კარგია, მაგრამ შენ შეგიძლია რაღაცა შენი საქმე ისწავლო და შენ შვილს მართლა ყველაფერი მისცე, რაც ნორმალურ ადამიანს სჭირდება. რაც უყვარს ის აკეთოს და იყოს აი ასეთი ცხოვრებით. კი და ამიტომ ბავშვებს არასდროს არ ვაძალებდი და არც კი ურჩევდი ეს უნდა გამოხვიდე, ის უნდა გამოხვიდე, ეს უნდა ისწავლო, მე უბრალოდ ვცდილობდი რომ მაქსიმალურად დრო დამეთმო ჩემი შვილებისთვის
რაც შეიძლება მეტი მემოგზაურა და მეჩვენებინა როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, რა მოყვება ამ საქციელს, რა მოყვება ამ განათლებას, რა მოყვება ამ სპეციალობას და ასე შემდეგ და რაღაცნაირად აი მაგალითად როდესაც უფროსი ამთავრებდა უკვე სკოლას, გიმნაზიას, ბოლო წელი რო დარჩა, ბოლო 2 წელი უკვე ხვდები რომ რაღაც უნდა ამოირჩიოს, რაღაც მიმართულება უნდა მივცე. ხო, რაღაც მიმართულება უნდა მივცე, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა. თან არც მინდა რომ უთხარო ეს ისწავლე, ის ისწავლე, ის ისწავლე. გინდა და ისე გეთქვა რა. მე რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებები მქონდა და ეხლა ისე მიმაჩნია რომ თუ ადამიანი რაღაცნაირად ეკონომიკაში გაერკვევა და პლუს რაღაც იურისპრუდენციაშიც გაერკვევა, გაუადვილდება ცხოვრება შემდეგ, მაგრამ რა ვიცი კაცო ბავშვი იქნებს სხვა რამე მოწონს, ხო? ხო და ერთადერთი რაც თხოვე, არ მინდოდა, რა თქმა უნდა, მე მინდოდა რომ უნივერსიტეტი დაემთავრებინა სტუდენტობა და ამთავრებს კიდევაც ახლა გამოეცადა და ასე შემდეგ და ესეთი რამე მოვიფიქრე რომ თხოვე ბავშვს აი მაგალითად ორ თვეში ერთხელ თხოვდი რომ გაეკეთებინა ჩემთვის რომელიმე უნივერსიტეტის პრეზენტაცია. აი ჩემთვის რომ მე მაინტერესებდა უბრალოდ. დაწყებული იქ კემბრიჯიდან, ილის უნივერსიტეტიდან და ასე შემდეგ და 1-5-6 უნივერსიტეტის პრეზენტაცია გავაკეთებინე წლის განმავლობაში. თან ესეთი სიღრმისეული რომ მაჩვენებდა, მე ვეკითხებოდი, რა პლუსები აქვს, რა ღირს, სად არის, ასასწავლიან, რა პლუსები აქვს, ვინ არიან ისინი რა კურსდამთავრებულები, ასე შემდეგ და უკვე რომ მივიდა ბოლოსკენ საქმე, უკვე შევთავაზე რომ თვითონ აერჩია, სად გაეგრძელებინა სწავლა. ხო და აქ ცოტა გერმანულმა მენტალობამ იმუშავა, რომ ბავშვმა პირველი არჩევანი უფრო სამუშაო იშოვა, ვიდრე უნივერსიტეტი, პირველი ინსტიტუტი რომ მაჩვენა, მივედით აი შტუტგარტში დიდი შენობა იყო და აი პირველ სართულზე Bosch და Siemens-ი, General Electric-ი, ძლიერი კომპანიების ოფისები იყო და ზემოთ უკვე რამოდენიმე სართული იყო ინსტიტუტი. სადაც შენ ჩააბარებდი, ეს კომპანიები იღებდნენ შეფრობას შენზე, სტიპენდიასაც გინიშნავენ, საცხოვრებელს გიხდიან და სრაზუ გაძლევენ მას, რა ქვია, პრაქტიკას თავიანთან, ზრდიან თავიანთ სპეციალისტებს. რაც სული არ არის ნამდვილში. ნორმალური ხელფასი გექნება შემდეგ და ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად მოუწონე ბავშვს, რა თქმა უნდა, მეთქი კარგი არჩევანია. ოღონდაც მოდი კლასიკური უნივერსიტეტიც ვნახოთ მეთქი სადმე, მეთქი შვილო, ჩემთვის უნივერსიტეტია, როცა მივდივარ და ვხედავ, რომ ეს მწვანე მინდორზე ზიან ბავშვები, წიგნები, ველოსიპედები და ეს თუ არ დავინახე, ეს ჩემთვის უნივერსიტეტი არ არის. სტერეოტიპული იყო შეიძლება, მაგრამ ამაზე ვოცნებოდი მთელი ჩემი ბავშვობა, რაც მე არ მქონდა. და წავედით, რა ვიცი, კარლსრუის უნივერსიტეტში გავიარეთ და აი, პირველად მივედით ფრაიბურგში, გუმანიტარული უნივერსიტეტია და რო შევდიოდით შესვენეთ, დიდი სვეტებია შესვენეთ და აბრა იყო გამოკრული, რომ დაარსებულია 1400 რომელიღაც 80 რომელიღაც წელს და მეთქი შვილო, აი შეხედი, აი შესვლაც აღარ არის საჭირო მეთქი, ხო, 1400 რომელიღაც წელს რაღაც უნივერსიტეტი დაარსდა და დღემდე მუშაობს და დღემდე იკავებს, რა ვიცი, დიდ ქალაქის დიდ ნაწილს, მთელი ქალაქია, პატარა ქალაქი. აი უნივერსიტეტი ვნახეთ, შემდეგ კალსრუის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ვნახეთ, აქ რობოტები დარბოდნენ კარიდორში და ეგეთი რაღაცეები და ბოლო ბავშვმა ერთსონ აირჩია, რა გავიდა 1-2 თვე და აირჩია შტუტგარტის ხოჰენჰეიმის უნივერსიტეტი, სადაც ბიბლიოთეკის შენობა არის მაგალითად ხოჰენჰეიმის ძველი ისა რა ქვია, სამეფო სასახლე ყოფილი. ხო და რაღაცაერთი მოეწონა, აირჩია, ხო მე თქვი რომ მეთქი შვილო, სანამ არის საშუალება რომ მე ვაფინანსო შენი სტუდენტობა და არა გაქვს საზრუნავი, რომ აი ხვალიდანვე იმუშაო, მოდი ჯერ ეს ინვესტიცია განახორციელე შენ თავში, მაქსიმალურად გამოიყენე, განავითარე შენი თავი და შემდეგ უკვე მიხედე მეთქი ცხოვრებას. თუმცა მაგის გარეშეც, აი იმ ქვეყანაში, პირდაპირ გერმანიაში დამოუკიდებლობადაც ექნებოდა საშუალება, რომ კი, რა თქმა უნდა, ეხლაც დამოუკიდებლად შეება. პარალელურად სადღაც მუშაობს კვირაში, იქ უბრალოდ კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, რომ დაუშვათ 4 დღე იმუშაოს, კვირაში შეუძლია მარტო 2 დღე იმუშაოს, გიჟური რეგულაციებია, მაგრამ რაღაცნაირად თავის ცხოვრებას ალაგებს ბავშვი. კი, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ფიქრობ, მაყურებლისთვისაც აი ამბები, თუნდაც შვილების განათლების ცოტა რომ განვაზოგადოთ, მინდა ვისაუბროთ ემიგრაციაზე, ემიგრანტების შვილებზე, ჩვენ ქართველი ემიგრანტების შვილებზე და მათ განათლებაზე. აი პირდაპირ ასე რომ დავსვათ საკითხი, ხო, რომ აი 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ იზრდებიან მათი შვილები, იღებენ განათლებას და რაღაც წლების განმავლობაში
ჩვენ უნდა მივიღოთ, არ ვიცი რა თქვა სხვა სიტყვა, რომ ჩვენ გვეყოლება ქართული დიასპორები სხვადასხვა ქვეყანაში, ევროპასა თუ ამერიკაში. და ჩვენ გვაქვს ამ, ასე ვთქვათ, დიასპორული გამოცდილება არა მდიდარი, მაგრამ გარკვეული გამოცდილება, რაც გულისხმობს იმას, რომ რაღაც წლების შემდეგ, 10 წლეულების შემდეგ, ანუ ერთი თაობის, ორი თაობის შემდეგ, ფაქტობრივად ეს ადამიანები, როგორც ქართველები, ასე ვთქვათ, აღარ აგრძელებდნენ, ასე აქტიურად გამოკვეთილი ქართველები აღარ აგრძელებდნენ ცხოვრებას და ისინი ხდებოდნენ რუსები, ქართული წარმომავლობის, მაგრამ რუსები, თუნდაც აი ფრანგები დაუშვათ თუ გასული საუკუნის ემიგრაციას გავიხსენებთ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ანუ რაზე დავფიქრდეთ, რომ აი ეს მოვიფიქროთ, ჩვენ ეს გამოცდილება შესაძენი გვაქვს განსხვავებით, თქვათ, ჩვენი მეზობელი სომხებისა, რომლებსაც შეიძლება ითქვას 1000-სლოვანი დიასპორა ეს გამოცდილება აქვთ და ახერხებდნენ იმას, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს სომხური დიასპორა ცხოვრობდა და დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას, ხო? როგორ ფიქრობ, ანუ შეგვიძლია რამე, არ შეგვიძლია თუ რა უნდა მოვიფიქროთ ისე, რომ დავუშვათ 50-100 წლის შემდეგ ჩვენ გვყავდეს არა წარმოშობით დავუშვათ ქართველი ამერიკელები, არამედ ქართული დიასპორა ამერიკაში, ვთქვათ და ასე შემდეგ. კი, ამერიკაზე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი და ვაფერს გეტყვით, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილება მოგიყვეთ, რომ რუსეთში 25 წელი ვიცხოვრე და იქ საკმაოდ გამოჩენილი და ძლიერი დიასპორა ჰქონდა ქართველებს. მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას ამ ჩვენი სათვისტომოს შენახვაში. ჰქონდა ესე იგი ქართული ენის სკოლა, საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვებს ქართველების ბავშვებს და იყო შემთხვევები სომეხ ბავშვებსაც და რუს ბავშვებსაც ქართული წერა-კითხვას ვასწავლიდით. საკმაოდ კარგი ქორეოგრაფიული სკოლა ჰქონდა. გასტროლებზეც დავდიოდით ხოლმე საქართველოშიც ბათუმში ისა გვაქვს მოგებული გვაქვს თავარი პრიზი დიასპორებს შორის ქართული ცეკვა თამაშის რაღაც კონკურსებზე და ასე შემდეგ. ხო, ეხლა თვითონ ქართველობად გაზრდა არ ვიცი რა არის, რას ნიშნავს, მაგრამ რაც შეეხება აი ჩვენ რაღაც კულტურულ მემკვიდრეობას, ცეკვას ვასწავლიდით ბავშვებს, წერა-კითხვას ვასწავლიდით ქართულად და ახალგაზრდობისთვის გქონდა ხოლმე თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ ესეთ როგორც დისკოტეკას ეძახოდნენ ხოლმე ადრე რა, ესეთი რაღაც კლუბური შეხვედრა ჰქონდა, სადაც ვაძებდით საერთოდ ყოველ შემთხვევაში მიზანი ჰქონდა, რომ ქართველ გოგო-ბიჭებს, უკვე დასულ გოგო-ბიჭებს ერთმანეთი გაეცნოთ და რაღაცნაირად დავხმარებოდით, რომ ქართული ოჯახები შექმნილიყო, ხო? ეს რაღაცა ჰქონდა. შემდეგ იქ თვითონ როსტოვის ოლქში ყოველწლიურად დაუშვათ ქალაქის დღეზე იყო ხოლმე ესე იგი დიასპორების ესეთი რაღაც ერთდღიანი ღონისძიებები, სადაც მდინარის სანაპიროზე გამოყოფილი იყო მთელი ქუჩა და ყველა ეროვნების წარმომადგენლები რაღაცნაირად თავიანთ აი როგორც თბილისობაზე აი ეგეთ რაღაც სახლს გავდნენ, ჩვენი ჩუჩხელებსაც ვაკეთებდით, ხინკალსაც ვხარშავდით და ესე და ტრაბახად არ ჩამომეთვალოთ, მაგრამ ყოველთვის ვიყავით პირველები. ყოველთვის ვიყავით პირველები და ძალიან პატივისცემით ეყრობოდნენ აი ჩემი მეგობარი მერაბ თევზაძე მრავალი წელი ხელმძღვანელობდა აი ენთუზიაზმი კაცი, რომელიც აი მართლა რომ გულით რო ტკიოდა ეს ყველაფერი და ყველაზე დიდი ღონისძიებები ჩვენ მქონდა, ყველა იცნობდა ქართულ დიასპორას, პატივს გცემდნენ ჩვენი ძმებიც კავკასიიდან, ჩეჩნებიც, ინგუშებიც, სულ ყველა ძალიან მოწიწებით ეყრობოდა და პატივისცემით ჩვენ დიასპორას და აი ჩანდით, მართლა ჩანდით როსტოვის ოლქში დაახლოებით 8000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობდა და საკმაოდ ძლიერი გამოჩენილი დიასპორა ჰქონდა და ბავშვები ამაყობდნენ, რომ ჩოხა ეცვათ, ქართველები იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა შორის საინტერესო რაღაცა თქვი, უბრალოდ მეც დამაფიქრა ცეკვაზე, ხო? აი იგივე სომხები ვახსენეთ ჩვენ და სომხობის, ასე ვთქვათ, აი როგორც ამ გრძნობის და ამ იდენტობის ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი არის ხსოვნა, სხვა შორის 1915 წლის გენოციდის შესახებ და აი ამის
მახსოვრობა ეს და ამის შეგრძნება ერთგვარად, ხო? შეიძლება სომეხი არც ლაპარაკობდეს სომხურად, რაღაც სხვა სარწმუნოების წარმომადგენელიც იყოს, მაგრამ აი ამით ის თავის იდენტიფიცირებას ახდენს. იგივე ებრაელებისთვის ეს რწმენა, რელიგია შეიძლება კი არა და არის და უბრალოდ ცეკვაზე, ისე რომ ვთქვა ჩვენთვის, ხო, ქართველი ხარ თუ კი ცეკვა, ქართულად, ხო, ამ დამღერი, ხო? თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ და მინდა როგორც აი საკრებულოს წევრობის კანდიდატზეც გკითხო, როგორ უყურებ ამას ვისარგებლოთ ამ გადაცემაში, შენ სტუმრობითაც და პირველ რიგში წარმატება მინდა რა თქმა უნდა გისურვო და როგორ ხედავ თავს ამ ახალ ამპლუაში, ასე ვთქვათ. ხო, ვერ ვიტყვი რომ ჩემი რაღაც ოცნება იყო, როდესმე საკრებულოში ორმოების და შლაგბაუმების საკითხების რეგულირება, არა მხოლოდ. მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ როცა ჩემ ქვეყანაში დავბრუნდი, რაღაცნაირად ბიზნესის კეთებას დავიწყე და მინდა რაღაცნაირად აი მოვაწყო ისეთი სიტუაცია, სადაც მე გამეხარდება და მე სიამოვნება ცხოვრება და რა ვიცი, სიბერის გატარება. აი ძალიან გამიმართლა, რომ გირს გადავეყარე. დაახლოებით 2019-დან ვაკვირდებოდი შორიდან და როგორც კი ჩამოვედი, რაღაცნაირად იმ წუთში მოძებნე ეს ხალხი და რაღაცნაირად დავინახე ეს ადამიანები და აი უბრალოდ ბედნიერი ვარ მაგ მხრივ, რომ აი ესეთ საზოგადოებას მივაგენი, სადაც აი სრულებით შემიძლია ვიყო თავისუფალი, სრულებით შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ და ეს არ მოდის წინააღმდეგობაში ამ საზოგადოების მოწყობასთან. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, სადაც არ მიცხოვრია, სულ რაღაცას ვეწინააღმდეგები, სულ რაღაცას ვებრძვი, სულ რაღაცას ვერ გები, სულ რაღაცას ვერიდები და ასე შემდეგ და აი ეს გირჩი საზოგადოება დამანახა, რომ სინამდვილეში არსებობენ თავისუფალი ადამიანები, არსებობენ ადამიანები, ვინც მართლა პატივცემენ თავის თავს და პატივცემენ სხვა ადამიანებს და ვისთვისაც მართლა ადამიანი არის მთავარი. ხო და რა თქმა უნდა ძალიან უცებ ჩავერთი ამ ყველაფერში, უცებ დავახლოვდი. სინამდვილეში შეიძლება აი როგორც ცხოვრებაში, ხო შეიძლება ადამიანთან 10 წელი გაატარო, იცნობდე რაღაც და ვერ გაიცნო და ვერ დაუახლოვდე და შეიძლება 1 საათში რაღაც ახლო მეგობარი გახდე. ხო და აი ესეთი დაახლოება მოხდა ჩემი გირჩთან და გამიჩნდა სურვილი რომ მაქსიმალურად რაც შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ ეს საზოგადოება გაძლიერდეს. იმიტომ რომ მით უმეტეს დღეს რასაც ვხედავთ, რაც არასასიამოვნო პროცესები მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში, დაბნეულობა, გაურკვევლობა, რაღაც არასწორი მიმართულებით ბორძიკი და ასე შემდეგ, აი ამ სიტუაციაში ვხედავ რომ ერთ-ერთი ხსნა არის სინამდვილეში გირჩის საზოგადოების გაძლიერება და რა თქმა უნდა მე ვცდილობ რომ ყველანაირად მაქსიმალურად ამ საქმეში ვიყო ჩართული. რაც შეეხება ახლა ამ ადგილობრივ არჩევნებს, ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ, რაღაც პოლიტიკური მიზნები გვაქვს, რა თქმა უნდა ჩვენი თავარი მიზანია რომ წესრიგი შევცვალოთ ქვეყანაში ისეთნაირად რომ ყველა ადამიანისთვის განურჩევლად ყველაფრისა იყოს კომფორტული და შესაძლებელი ცხოვრება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა წესრიგის შეცვლა არ ხდება ადგილობრივ არჩევნებზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ აი პირდაპირ ადამიანების ცხოვრებას ეხება, ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. ადამიანებს ერთმანეთის დახმარება ჭირდებათ, მით უმეტეს აი ჩვენ პატარა საზოგადოებაში იმისთვის რომ გავძლიერდეთ და გავდიდდეთ, აი ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. გავმრავლდეთ და ხარდამჭერი ვიპოვოთ და კი ბატონო და თან ადგილობრივ საკრებულოებში გვექნება საშუალება პირდაპირ ურთიერთობა დავამყაროთ ხალხთან, უფრო მეტი ვისაუბროთ, ადამიანების პრობლემებზე ვისაუბროთ, ჩვენი თანამოაზრეები მოვნახოთ, ადამიანები ვინც ყოყმანობენ და ეძებენ თავის თავს, დავეხმაროთ რომ ჩვენთან იპოვნონ თავის თავი და ასე შემდეგ. და ამიტომ მზადა ვარ, რა თქმა უნდა, ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ ეს სამუშაო გავწიოთ და რა ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივახციოთ ჩვენს მიზნებს. ამიტომ რაღაცნაირად გადავწყვეტე, რომ თბილისის ადგილობრივ არჩევნებში რაღაცნაირად ვიყო კანდიდატი და
ცხადია წარმატებას გისურვებთ, ხო ეს ჩვენი ყველას წარმატება იქნება და დარწმუნებული ვარ მთელი საზოგადოებისაც, ხო ქვეყნის რო ეთქვიან ხოლმე, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული. იმედი მაქვს, რომ ისეთი რამეები ხდება ახლა ჩვენ გარშემო თუ ჩვენ თვალწინ, რომ რაღაც აღარაფერი აღარ გიკვირს უკვე ადამიანს, რომ რაღაც ცოტა ადეკვატურობას შევინარჩუნებთ და საერთოდ აზრს არ დაკარგავს არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ხო რა ვიცი, აღარაფერი არ არის განსაკვირი და წარმატება კიდევ ერთხელ ერთი რამე დავგავიწყდა გიორგი. მადლობა დიდი. ერთი რამე დავგავიწყდა მე ყველაფერ ამასთან ერთად ვარ ინვესტორი კირჩის სკოლაშთან. სინამდვილეში ბევრი რამე მიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც აი ესეთი ფასეული, ასეთი მნიშვნელობის არაფერი გამიკეთებია, ხო? პირადად ჩემთვის შეიძლება რაღაც გამიკეთებია, მაგრამ აი რა იმედადაც მე ამ სკოლაზე ვამყარებ სინამდვილეში, აი რაღაც გენიალურ იდეაზე, რომელიც ვახო მეგრელიშვილმა წარმოქმნა ბევრი წლის წინ. ხო, ეგ თავარი რამე შეიძლება იყოს იცხოვრა ამისთვის და შემდეგ ჩვენი დახმარებით მიეცა საშუალება რომ ეს რეალიზებული იყოს. რა ვიცი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის პირადად, ჩემი მეგობრები ძალიან არიან მოწინდენებული და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს სკოლა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, რა ვიცი, დღესდღეობით მაგაზე მნიშვნელოვანი პროექტი არ არსებობს, რაც არ უნდა გველაპარაკოს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა 6 მილიარდიან რაღაც ინვესტიციებზე, იმის განვითარებაზე, ამის განვითარებაზე, ხალხზე ზრუნვაზე და ასე შემდეგ. აი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არაფერი ეგეთი მნიშვნელოვანი, რაც ამ სკოლის შექმნა დღეს საქართველოსთვის, მე არ მეგულება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება და მეც იმედია შევძლებ, რომ რაღაცნაირი მოწვეული მასწავლებელები იყო და რაღაც ბავშვებს ვასწავლო, აი თუნდაც რატო დაფრინავენ თვითმფრინავები. ხო, ეს სრულიად გეთანხმები, ღრმად ვარ ასევე დარწმუნებული ამ პროექტის, ამ სკოლის წარმატება რამდენად მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ვინც იქ ისწავლიან, მთლიანად ასევე სხვებისთვისაც, როგორც თუნდაც მაგალითი ან რაღაც ცოტა ადეკვატურობის შემომტანი ამ საგანმანათლებლო იმ რაღაც ამბებში, რომელზეც ჩვენ ახლა ამ გადაცემაში ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა წარმატება როგორც ინვესტორს ამ შემთხვევაში და იმედია მასშტაბირდება ეს სკოლები როგორც ბიზნესიც და როგორც საგანმანათლებლო პროექტიც. ხო, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს წინასწარმეტთან დავით პანჯაკიძესთანაც ამ როგორც ასევე ერთ-ერთი ინვესტორი და გისურვებთ რომ კიდევ გამრავლებულიყავით როგორც ინვესტორები ამ საქმეშიც და ასე ვთქვათ სხვა საქმეებშიც რომელზეც ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგის. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა გიორგი გვენეტაძის სკოლაზე. დაელოდეთ შემდეგ სკოლას.